მოსახლეობა გეტყვით არის. მერწმუნეთ, თუ რამე ვიცი, აქციაც გაიმართა, დამიჯერე. უამრავი პრობლემაა. ვიდეო გვაქვს მოვაგვაროთ. საკრებულო წევრი ხარ და პოლიტიკა არ არის როგორ ველაპარაკებ. მოვედი როგორც ადამიანი. არ გამიგე. როგორ ადამიანი მოხვედით, კაცო თქვენ უნდა გამოიკენოთ ის ბერკეტი, რომელიც გაათ საკრებულოში ასკია. ადამიანი თქვენსა და ქალბატონ შორის, რომელიც ეხა ხაჭაპურს აწყობს, რომელიღაცა საათოს სხვაობა არ უნდა იყოს დეპუტატი ხარ თქვენ და ის ქალბატონია თქვენ ბერკეტი გავთ და უნდა დააყენოთ საკრებულოში რომ იყოთ ორშაბათს, რას ქვია, როგორც მოქალაქე მოხვედით. ხალხმა იმიტომ აგირჩიათ, რომ როგორც მოქალაქე კი არ იყოთ. მოიქცეთ კანონის შესაბამისად. არაფერი უნდა შეთანხმდეს ინვესტორი და მოსახლეობა. აი ამ შემთხვევაში შეგიძლიათ. კარგი, ერთი კაცის ინტერესები უნდა დაიცვათ. უკანასკნელი სკვერი არის, უკანასკნელი გამწვანებული პარკი არის საფრთხის წინაშე, გვიშენებენ კორპუსს, დიდი 12 სართულიანი კორპუსი აშენდება, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არც პარკინგი გააჩნია, არც ეზო მოწყობილი, ასე რომ დიდი ალბათობით ეს ტერიტორია წავა პარკინგის ადგილად და ხეები, რომელიც ამ მშენებლობაშია მოყოლილი, სავარაუდოდ და კიდევ ბევრიც მიყვება ამ ხეებს აღარ გვექნება. ორ კვირაზე მედია ვაპროტესტებთ დაკანონებულ უკანონობას, ანუ შუა სკვერში აშენებენ საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც შენდება ყოფილ აუზის ნაცვლად. აქ იყო სპორტული ნაგებობა და სპორტული ნაგებობის ნაცვლად შენდება საცხოვრებელი კორპუსი, რაც თავისთავად მომავალში გამოიწვევს ამ სკვერის განადგურებას. აქ მთელი მოსახლეობის მოთხოვნა ეგ არის მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობის თხოვნით მოვედი, ხედავთ მართლაც ძალიან გულდასაწყვეტ სურათს, როდესაც შუაგულ სკვერში შენდება კორპუსი, მრავალსართულიანი კორპუსი და ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად რამდენიმე დღიანი პროტესტისა მოსახლეობისა, დედაქალაქის მერია არაფერს აკეთებს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. გამოსავალი ეს ერთი და უებარი. ამაზე მეტი გამოსავალი დღეს დედაქალაქის მერიას არ აქვს. ინვესტორს უნდა შესთავაზოს სხვა ალტერნატიული ფარდი, ადგილი მოუნაცვლოს, უკვე ხარჯი გაწეული, რომელიც აქვს ინვესტორს, ვინაიდან ფულს საძირკველია ჩასხმული, ასევე უნდა იქნეს კომპენსაციის სახით ანაზღაურებული და დანელებს აი ეს სკვერი უნდა შეუნარჩუნდეს. მოსახლეობის განწყობას თქვენ ხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნებართვა არის წლების წინ, უბრალოდ სტატუსი შეუცვალეს წლების წინ ამ სკვერს, სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო სამუშაოები, ხა ვინ რომელმა მერმა მოაწერა ხელი ჩემის აზრით ძალიან დანაშაულებრივ ასე თქვათ დოკუმენტს. ამას ეხლა მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტი წინაშე ვდგევართ, სადაც ხედავთ, რომ სკვერში შენდება მრავალსართულიანი კორპუსი. ამ პრობლემის გარშემო უნდა გაერთიანდეს ყველა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ნარმანია მივხვდეს, რომ ამ ქალაქში შეუძლებელი არის სკვერში აშენდეს კორპუსი.